დღემშვიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო. აი იმ გვერდში დგომისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებთ, აი იმ ლაიქებისთვის, იმ გამოწერისთვის, რაოდენითაც ჩვენ უკვე 6000 გამომწერზე ავედი. აი უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. თქვენთან მოვედი ახლა ამ დაგვიანებით. მოდი ახლა გავარკვიოთ. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და გავარკვიოთ თქვენი პარტნიორი რას განიცდის აი ამ წუთებში და დავიწყებ თქვენი პარტნიორის დახასიათებით თუ რა ენერგიებში იმყოფება. ამ მეგობრებო, ეს ადამიანი ბალანსის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, ამბობს იმას, რომ უკან არ დაიხევს. კი, ძალიან ბევრი რაღაც დამალული საიდუმლოებითაა მოცული აბატონო, სახეს არ გვაჩვენებს, ზოგჯერ მანც არ იცის რა გააკეთოს, ძალიან გატეხილია და ძალიან განიცდის, დამწუხრებულია აი რაღაც სიტუაციას, უნდა თითქოს და ნაბიჯების გადმოდგმა, სადღაც მიეჩქარება ადამიანს, უნდა წარმატება, უნდა მოლაპარაკებები, უნდა ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მოგონებებშია წარსულთან და უნდა რომ სამართლიანი იყოს. მოდით კიდევ ახლა ვნახოთ. მისი ენერგიები, სიყვარულის ენერგიებშია, ნიშნობის, ქორწინების, ამის რწმენა აქვს, ამის წარმატების იმედი აქვს მეგობრებო. აბატონო, იმედის კარტი, იმედი აქვს და ამაზე ღამეები არ ძინავს. თქვენთვის ჩაფიქრებულ პარტნიორს ძალიან ჯიუტად აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველაფერს მიაღწიოს და მიაღწიოს იმას, რომ საყვარელ ადამიანთან აი მივიდეს. გამარჯვებით და ურთიერთობაზე მუშაობით და დასვენებით. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთ ენერგიებშია თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი და ეხლა მოდი დავიწყოთ ჩვენი სასურველი თემა. რას განიცდის აი ამ წუთებში, რას განიცდის თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი და დავიწყოთ ჩემო მეგობრებო. აი, რას განიცდის და სიყვარულს განიცდის. საოცრად ბნებიანია, უნდა ქორწინება, ნიშნობა, გაგება, პარტნიორობა, ახალი ურთიერთობა ან განახლებული ურთიერთობა. ამბობს, რომ ამისთვის იბრძოლებს. ეს თქვენი ურთიერთობა არის დაპაუზებული მეგობრებო. ამ ადამიანს უნდა გამარჯვებით მოსვლა, ოჯახის შექმნა, ოჯახში დაბრუნება უნდა გამარჯვებით. წერტილი და ვსიო, მეტი არაფერიო. გადაწყვეტილი აქვს, ხმალი დაშვებული აქვს, აღარ ვიბრძოლებ, აღარაფერს აღარ ვიომებ, დაუშვა ხმალი უკვე მეგობრებო და ხმლების მეფემ დაუშვა ხმალი, რომ მეც აღარ უკვე ვიკამათებ ამის გამო. ძალიანაც კარგი. ეხლა შემდეგი. რას განიცდის და დანაკარგებს განიცდის. ძალიან დიდ დანაკარგებს განიცდის. აქ იყო ტყუილები, აქ იყო ღალატი, აქ იყო გადაწყვეტილების გადადება ან მიუღებლობა და ამ ადამიანს უნდა პასუხისმგებლობის აღება, ან პასუხისმგებლობას გაურბოდა აქამდე, სულ კამათობდით მეგობრებო. კი ბატონო, ამიტომ გაქვთ ძალიან ბევრი პრობლემები ურთიერთობაში მასთან დაკავშირებით. მისგან მეგობრებო, მისგან წამოსული. ამ ადამიანს უნდა მოლაპარაკება, აბატონო მოდის მეგობრებო, მოდის გზაშია. თქვენთან მოდის, აბატონო, სტაბილურ ადამიანთან მოდის, მაგრამ ვერ მოდის, არ ვიცი რითი მოდის, ტივით, ნავით, ვირით, თვითმფრინავით თუ მანქანით, არ ვიცი, გაურკვეველია მეგობრებო, ძალიან დიდ პრობლემებშია, ძალიან ბევრი ცვალებადობაა უკვე მის ცხოვრებაში და გაუგებარი სიტუაციები აქვს მას, თუმცა სულელივით არის, უნდა გამარჯვება სამკუთხედებზე, არის მთვარეში და ყვავებში, ეს ადამიანი გითვალთვალებთ თქვენ შორის ბევრ თქვენთაგანთან იქნება ასაკში სხვაობაც, როგორ გითვალთვალებთ მეგობრებო და როგორ უყურებს იმას, რომ უკვე კოშკი აქვს. ნგრევებშია ადამიანი. რას განიცდის და ნგრევებს. ძალიან კარგად იცის, რომ სამკუთხედებში აღმოჩნდით მასთან ერთად მის გამო. განიცდის ძალიან დიდ დანაკარგებს. თუმცა ამ კოშკის შემდეგ მეგობრებო, ამ ადამიანს უნდა გაახლება ურთიერთობის განახლება, დაწყება, შემოთავაზება, რაღაცას მოვა და შემოგთავაზებთ აუცილებლად ეს ადამიანი. პაჟი, კვერთხების პაჟი, შემოგთავაზებთ რაღაც ურთიერთობას მეგობრებო, ურთიერთობას.
კარგით, რა არის? რა მიზნები აქვს თქვენთან დაკავშირებით თქვენთვის ჩაფიქრებულ ადამიანს? აბატონო, მისი მიზნები, სერენადების სიმღერები. უნდა რაღაც ფინანსები დაიკავოს ხელში და მოვიდეს თქვენამდე, ამბობს რომ ვიბრძოლებო ამისთვისო, გამოვალ ამ რთული სიტუაციებიდანო და მოვალ სიყვარულითო მეგობრებო. სიახლეებით მოვა ჩემო ძვირფასებო, მოვა ადამიანთან, რომელიც არის მშვიდი და გაწონასწორებული, რომელიც არის ძალიან სიმპათიური და ელეგანტური, ვინც მიყურებთ მეგობრებო. მანდილოსნებო ძალიან ლამაზები და მომხიბვლელები ხართ, მამაკაცებო თქვენ კიდევ ძალიან სიმპათიურები და სექსუალურები. კი ბატონო. კიდევ რას მოიმოქმედებს თქვენს გამო? უკან არ დავიხევო ამბობს. ვიბრძოლებ და ვიშრომებ ამის გამო ამბობს. ვიშრომებ მუხჩახრილი იმის გამო რომ თქვენამდე მოვიდეს. აბატონო მეგობრებო. მოდის. მოულოდნელად მოვა თქვენამდე, იმიტომ რომ ქვემოდან არის მიჯაჭულობის კარტი, ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა მისთვის, თუმცა იხედება თქვენსკენ, უნდა დაბალანსება ურთიერთობის და გამოვა კონტაქტზე. გამოვა კონტაქტზე, რადგან არის манипуляტორი, შეიძლება მსგავსი რაღაცები გაიმეოროს, კარგად დააკვირდით მეგობრებო, რისთვის მოვა ეს ადამიანი თქვენამდე, აქ ძალიან დიდი სრულყოფილების იმედი, თქვენ ხართ მისი მზე და იმედი, თქვენ ხართ მისი მანათობელი, თქვენ ხართ მისი სითბო, სიყვარული და ბედნიერება, ამ ადამიანს უნდა თქვენთან ქორწინება და მოდის რაღაც საქმეების მოგვარებით. აი, როგორ ფიქრობს ამ ყველაფერზე, როგორ ფიქრობს რომ სურვილები აისრულოს და როგორ მოვიდეს თქვენამდე. თქვენთან მოსვლით ეს ადამიანი თავის სურვილებს ისრულებს. კარგით, მოდი მე გავაგრძელებ ახლა ჩემი მეორე დასტით. ჩემი მეორე დასტით მეგობრებო. რას განიცდის თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი? რას განიცდის? რას განიცდის? ძალიან საინტერესო გაშლა დღეს. ამომივარდა ეს კარტი და რას განიცდის და ძალიან რთულ სიტუაციაში იმყოფება თქვენი პარტნიორი, რას განიცდის? ბედნიერება ხართ მისი მეგობრებო, თქვენ ხართ მისი დიდი ხნის ბედნიერება, დიდხნიანი ბედნიერება, თქვენ ყოველთვის ამ ადამიანს ბედნიერებას ანიჭებთ. ეს ადამიანი ამბობს რომ დავიფიცებ იმისთვის რომ იქნება ცხოვრების გაგრძელება თქვენთან ერთად, დაიფიცებს იმას, რომ იქნება ქვასავით ძლიერი უთქვენობით ძალიან დაიღალა ეს ადამიანი. კიდევ რას გვეტყვის? კი, ძალიან ცუდათაა. ძალიან ცუდათაა. ამბობს რომ დრო, დაკარგული დრო. დრო არის ძალიან ბევრი დაკარგულიო, დავკარგე ძალიან ბევრი დრო და კონკრეტულად ელოდეთ ამ ადამიანიდან წერილებს, შეტყობინებას, რაღაც მსგავს მეგობრებო, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან ქარიზმატულიცაა ამავდროულად და მოკლედ შეუძლია მოლაპარაკებები ურთიერთობაში, ამ ადამიანს შეუძლია, მაგრამ მაინც არის ვიღაც მესამე, თუმცა სამართლიანობამ უნდა რომ იზეიმოს, უნდა ამ ადამიანს ურთიერთობის გაგრძელება ჩემო ძვირფასებო. უნდა, რას უნდა ელოდოთ მისგან? გაღვივებას ურთიერთობაში. ეს ადამიანი კატეგორიულად მოითხოვს ურთიერთობის გაღვივებას, გაგრძელებას. ამ წარსული დროში, ამ არყოფნის დროში მან ძალიან ბევრი იფიქრა ამისთვის, ანუ გადახარშა ის, მოდი ასე ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ მისი საარსებო წყარო, რესურსი, რომელიც არა აქვს ეხლა. და მოკლედ სამყაროც შეაზანზარა მეგობრებო და უნდა რომ მოვიდეს საჩუქრებით, უნდა რომ მოულოდნელად მოვიდეს თქვენამდე და რაღაც გაგაოცოთ. კიდევ. აი თქვენ ხართ მისი სიყვარული. თქვენ ხართ მისი სიყვარული და ამ ადამიანს არ უნდა რომ დრო დაკარგოს. ამ ადამიანს უნდა რომ მოვიდეს მოლაპარაკებებით, მოვიდეს, აი მეგობრებო, იმედი აქვს რომ მიიღებთ, იმედი აქვს რომ გიყვართ ისევ, იმედი აქვს რომ გამოიქცევა თქვენთან თქვენც ასევე, აი ასევე მიიღებთ მას, რატომღაც ასე გონია. კიდევ რას გვეტყვის კარტი? კიდევ რას გვეტყვის კარტი? აი რა ვქნა, თქვენ ხართ მისი სიყვარული, თქვენ ხართ მისი მიუწვდომელი მზე და მეც არაფერს აღარ გეტყვით კარტი. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ელოდეთ მისგან მსგავს ნაბიჯებს. მოდი ვკითხოთ კარტს, თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? აი ესე დახვდებით. ხმლებით. თქვენ იმუშავებთ საკუთარ თავზე და თქვენ ხართ დიდი მესაკუთრე, თუმცა თქვენ ელოდებით მას მაინც, ელოდებით რომ ახალს დაიწყებს, სიახლეებს დაიწყებს და თქვენი ცხოვრება ისევ გაგრძელდება ერთად. მე კი ამ ყველაფერს გულით გისურვებთ, ბედნიერი და წარმატებული დღე თქვენ ყველას ჩემო ძვირფასებო და გელოდებით კომენტარებში უღრმესი მადლობა.